სპარტაში არის ცუდი მოძრაობა. ჯობს არ ვიყოთ, ვიდრე სხვისი ნებით ვიყოთ. პასუხი გახსოვთ სპარტელების თუ აუჯანყდეთ რა. მოდი 4500 მოკირავნეს მივცეთ სპარტიათო. საშინელი დავა. ვინ იყო ეს? დიდებული სპარტელი თუ ეს ყაჩაღი? ნახევარი პელოპონესი აგისის მხარეზე გადავიდა, ნახევარი დარჩა ერთგული მაკედონიის. სხვაობა იმაშია, რომ ამისი არ არის რკინის არმია. ესა პირველი რეგულარული არმია. ძალიან სისხლიანი ბრძოლა მოხდა, საშინელი ბრძოლა. ძიმეთ იყო დაჭრილი და ფარზე დასვენებული მოყავდათ თავისიანებს. დევარ წამოეწია. დამტოვეთ და ბრძანება მიცა, თქვენ წადით სპარტაში და სპარტა გადაარჩინეთ. აგის მესამე იყო ბოლო ელვარე ვარსკვლავი. ბრძოლის ველზე, მუხლებზე დაცემული, მაგრამ ფარით და ხმლით ხელში დაიღუპა. იქ დაიწვება ბიბლიოთეკა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელსაც 300 წელი ამბიდრებდნენ მსოფლიო ისტორიის სოლისტებს, როცა იცნობ, მე რაღაცებს შეცხოვება, ცოდნა გეხმარება ყოველთვის. სიამოვნებით მივესალმები დროების YouTube არხის მაყურებლებს, მოგზაურობა წარსულში აგრძელებს თხრობას მსოფლიოს და ცივილიზაციის ისტორიის შესახებ კუბას სანიკიძის დამსახურებით. ეს თხრობა არის სავსე შინაარსით, ემოციით. ძალიან საინტერესო ეტაპებს გავდივართ მსოფლიო ისტორიისა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობას მივყვებით. ამ მხრივ ჩვენი წინა შეხვედრა ასევე ძალიან დატვირთული იყო სიახლეებით, ისტორიული ცნობებით, ისეთი დეტალებით, რომელთა ამოკითხვაც რთულია წიგნებში და ეგვიპტის შემდეგ უკვე ალექსანდრე მაკედონელი აგრძელებს გზას. უბრალოდ მას უნდა რომ განაგრძოს გზა, მაგრამ ამის პარალელურად ხდება მნიშვნელოვანი ამბები საბერძნეთის ტერიტორიაზე. დავიწყოთ აქედან თხრობა და გადაცემის დასაწყისშივე კიდევ ერთხელ მადლობასთან ერთად ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი საერთო სურვილი, რომ არხის გამოწერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, გადაცემების მოწონებას, გადაზიარებას, შეხსენება პრინციპში საჭირო აღარც არის, იმდენად დიდი რაოდენობა ჩამოყალიბდა ადამიანების, რომელიც სისტემატურად ელის უყურებს, თვალს ადევნებს, გვეხმაურება ამ გადაცემების მსვლელობის დროს, მაგრამ კიდევ ერთხელ მაინც მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ბევრ დროს არ წაიღებს, გადაცემის მოწონება, თუ საჭიროდ ჩათვლით გადაზიარება, ძალიან დაგვეხმარება ჩვენ ყველას ერთად იმისთვის, რომ ეს გადაცემები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის. კუბას დავიწყოთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ბატონ გიორგი წარდგენისათვის. ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას წარსულში და მივყვებით ალექსანდრე მაკედონელის ნაკვალევს. აგერ უკვე თითქმის 24 საუკუნის წინანდელ ამბავს მივყვებით და ჩვენ წინა მოგზაურობაში განვიხილეთ ალექსანდრეს შესვლა, აი აქ ეს არის ეგვიპტე, ძვირფასო მეგობრებო. სხვათა შორის რუკაც გამოვცვალეთ, უფრო ოპტიმალური რუკა მოვძებნეთ, მე გვაქვს იდეაში, რომ ქართული რუკა გავაკეთოთ. ქართული თქვათ წარწერებით, უფრო გასაგები რო იყოს, მაგრამ ეს რუკა იმ წინაშ ჯობია ნამდვილად რა. აი აქ იბერიაც გამოჩნდა, თუმცა მაშინ ჯერ იბერია არ არსებობდა, სასპერები ცხოვრობდნენ აქ. კოლხები წერია. ერთი სიტყვით აი ალექსანდრე არის აქ გავჩერდით მემფისში. ჯერ როცა ტიროსის ალყის მერე შევიდა მემფისი, მერე ალექსანდრია დააარსა. აი ეს არის ამონის ტაძარის სივას ოაზისში, მერე უკან დაბრუნდა და აი აქ ვართ ახლა დაახლოებით ჩვენ გაჩერებულები და უკვე ალექსანდრე ემზადება რომ დაიძრას და აზიის სიღრმეში, ანუ ეგრეთ წოდებულ ზემო პროვინციებში შევიდნენ. ეს არის აქემენიდების იმპერია, რომელიც აი ეს ნაწილი უკვე, აი ეს ნაწილი, ის დასავლეთ ნაწილი უკვე მაკედონელების ხელში. ალექსანდრეს ამონ-რას შვილად გამოცხადებულია. და თან ეგვიპტეში შევიდა გიორგი როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და გამოვიდა როგორც ღმერთი. ის დიდი პროპაგანდისტული
ნაბიჯი იყო, ახლა ჩვენ ვისაუბრეთ რა სხვაობა იყო ევროპელებს და აზიელებს შორის, ახლა ევროპელებისთვის ცოტა გაუგებარიც, ცოტა მიუღებელიც და ცოტა იუმორისტულიც არის რა, რომ განსაკუთრებით მისი მეგობრებისათვის, ჰეტერებისათვის, ვისთანაც ერთად გაიზარდა. ბავშვობაში ალბათ რაღაცას იღრძობდნენ ერთად, ან რაღაცას გაიჭრიდნენ ფეხს, ან მუხლს გადაიტყავებდნენ და ჩვეულებრივი სისხლი გამოდიოდა ერთხელ გაიხუმრა კიდევაც თავის ღმერთკაცობაზე ალექსანდრე ერთ-ერთ ბრძოლაში დაჭრის დროს თავის მეგობრს როცა სისხლის დიოდა ეგვიპტის მერე როცა ამონის ძედ გამოცხადდა დიდი რქოსანი ზულკარნაინი როგორც ისლამში არის მოხსენიებული მაშინ როცა სისხლის დიოდა თავის ჰეტერებს გაეხმარა შეხედეთ ეს სისხლი არის ეს იქორი არ არის იქორი ღმერთების სისხლი ხო და გამოვიდა 321 წლის გაზაფხულზე ზამთრის ადრეულ გაზაფხულზე დაიძრა და წამოვიდა ფინიკიისაკენ ეგვიპტე დაალაგა დაამშვიდა მიიმხრო ფარაონად გამოცხადდა ამონის ტაძრის ლეგიტიმაცია მიიღო ეგვიპტეში აქვს საუკეთესო საქმე ეგვიპტე მისი ერთგული ქვეყანაა უკვე. იმიტომ რომ ეგვიპტელებს განსხვავებით სპარსელებისგან პატივისცა მათ ღმერთებს, პატივისცა მათ წარსულს, მათ პანთეონს, მათ წესჩვეულებებს, ქურუმთა კასტა მიიმხრო, დაარსა ახალი დიდებული ქალაქი, ფანტასტიკური ქალაქი ალექსანდრია, აქ არის ნილოს დელტის მარცხენა მხარე მარჯვენა მხარე გახსოვთ იყო ციხესიმაგრე პელუსიონი და წამოვიდა მოდის ფინიკიისკენ და ტიროსი რომელიც გვახსოვს ჩვენ ტიროსის ომი ცალკე გავიარეთ ტიროსი რომელიც აიღო მან და დიდი ტერორი მოაწყო იქა არ დაუნგრევია მაგრამ ბაზა იყო სამხედრო ბაზა იყო ტიროსში დაიწყო მობილიზაცია საზღვაო და სახმელეთო ძალების და ის ემზადება რომ შეიჭრეს უკვე ზემო პროვინციებში. ირანის ზემო პროვინციებში. სპარსეთის ზემო პროვინციებში. გახსენებთ რომ დარიოსი აქ არის ბაბილონში და ბაბილონის გაშლილ ველზე აგროვებს ზემო პროვინციების, ეგრეთ წოდებული ირანული პროვინციების ჯარებს. ორივეს ესმის ალექსანდრესაც და დარიოსსაც რომ მესამე ბრძოლა იქნება გადამწყვეტი. პირველ ბრძოლაში, ორ ბრძოლაში გაიმარჯვა ალექსანდრემ, კერძოდ გრანიკოსი, ეს არის და ეს არის ისოსი. მესამე ბრძოლა იქნება გადამწყვეტი და გადაწყდება ბედი არა მარტო კიროსის სამეფოს ბედი, არამედ მაშინდელი სამყაროს ბედიც, იმიტომ რომ მაშინდელ სამყაროში ორი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო დაუპირისპირდა ერთმანეთს. კერძოდ მაკედონია, კულტურული გაგებით ბერძნული სამყარო, ესა და აზიური სამყარო, ირანული სამყაროს მეთაურობით. ტიროში ჩამოვიდა ალექსანდრე და დაიწყო მობილიზაცია, მაგრამ სამდე ამას გავაგრძელებთ. როცა კომენტარებს ვკითხულობ, რამოდენიმე კომენტარი შემხვდა ჩვენი მაყურებლის თხოვნა არის, რომ რა წყაროებს ვიყენებთ ჩვენ. ამიტომ ამაზე უნდა გავჩერდეთ ცოტა ხანს, იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ თვითონ უნდათ წაიკითხონ ეს წყაროები. აი ინტერესი გავაჩინეთ, ეს უკვე მიღწევა გიორგი, ნამდვილად. ძვირფასო მეგობრებო, წყაროებს ჩვენ ვიყენებთ როგორც ახლა. ჩვენ როცა ალექსანდრეს ლაშქრობაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ვთქვით, რომ ალექსანდრემ ყველა სპეციალობის სპეციალისტი გაიყოლა. მათ შორის არიან ისტორიკოსებიც, რომლებმაც უნდა ჩაწერონ მისი საქმენი საგმირონი. გახსოვთ ხო? აქილევსის საფლავზე, როცა თქვა მან, რომ ბედნიერი ხარ ჭაბუკო, იმიტომ რომ სიცოცხლეში მეგობარი, ერთგული მეგობარი მოიპოვა, ხოლო სიკვდილის შემდეგ დიდი მეხოთი ჰომეროსი. მას თავის ჰომეროსები ყავს წაყვანილი, მათ უნდა აღწერონ მისი დიდების ამბები უნდა აღწერონ, მაგრამ
მოხდა ასეთი ამბავი ისტორია საერთოდ დაუნდობელი ამბავია და დროც დაუნდობელი ამბავი იმ ისტორიკოსების ვინც მას თან ახლდა და კარგაგვარიანად ბევრი მათი ჩანაწერები პირდაპირ ჩვენამდე არ მოსულა. მიზეზები ბევრი არის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის რომ მე მოგვიანებით როცა კეისარი ჩავა რომაელი დიდი სახელმწიფო მოღვაწე ეგვიპტეში და იქ გაიცნობს კლეოპატრას და ეგვიპტეს საქმეებს ჩაერევა, იქ მოხდება ეგრეთ წოდებული ალექსანდრიის ომი და იქ დაიწვება ბიბლიოთეკა. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელსაც 300 წელი ამდიდრებდნენ პტოლემაიდების დინასტიის ყველა წარმომადგენელი, ხო? მაგრამ ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა ამ ცნობებში არის ის ცნობები, რომელიც თვითონ ამათმა 4 ავტორი არის წამყვანი მაინც. რომლებიც ახლდნენ? არ ახლდნენ 250 წლის მერე იწერება ცნობები ალექსანდრეს ლაშქრობის შესახებ ჩვენ გვაქვს მის ლაშქრობიდან რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, მაგრამ ეს ავტორები იყენებენ აი იმ ისტორიკოსების ჩანაწერებს, რომლებმაც ორიგინალში ჩვენამდე ვერ ხდება ხოლმე რა ძალიან ხშირად. ვიღაცა რაღაცას იყენებს ძველს, ის ძველი მერე ქრება, იღუპება და ამ ვინც ამას იყენებს, იმისგან გებულობთ მერე. ასეთი არის 4 ავტორი, ესეთი არის. პირველი ეს არის ფლავიუს არიანე. ეს არის პირველ-მეორე საუკუნეები ახალი წელთაღრიცხვა, რომის იმპერიის. ძალიან საინტერესო კაცი არის ფლავიუს არიანე, ეს არის ბერძენი რომაელი. ეთნიკურად ის არის ბერძენი, მაგრამ რომის მოქალაქეა. და რომის მოქალაქე ვინც იყო, ყველა რომაელად ითვლებოდა. მაგალითად, პავლე მოციქული ითვლებოდა რომაელი. კი ებრაული წარმოშობის იყო, მაგრამ იყო რომაელი, ხო? ანუ მოქალაქეობა, რომი იდგა მოქალაქეობა, ქონდა თუ არა შენ მოქალაქის უფლება, შენ უკვე რომაელი. შეიძლება იყოს სირიელი, შეიძლება იყოს ეგვიპტელი, შეიძლება იყოს ებრაელი, შეიძლება იყოს ესპანელი, ან რა ვიცი, ბალკანელი, ან ბერძენი, ან ხო? ეს საკმაოდ დიდი თანამდებობის პირი იყო. ის სახელმწიფო მოხელე იყო. კერძოდ ჩვენთვის ცნობილი არის, რომ ფლავიუს ჯერთი ის არის რომაული სახელი. ხო? ფლავიუს არიანე ჩვენ ვიცით დანამდვილებით, რომ იყო კაბადოკიის პროპრეტორი. ანუ რომაული მაღალი თანამდებობა ეკავა. ხო, პროპრეტორი ნიშნავს, პრეტორი საერთოდ ნაცვალს ნიშნავს, გუბერნატორი პროვინციებში ასე ინიშნება, პრეტორი ნიშნავს გუბერნატორის ნაცვალი. ხო, შემსრულებელი მოვალეობის. კაბადოკიას მართავდა ის. მე საინტერესო ის არის, რომ იმპერატორ ანტონინუს პიუსის დროს ეს ერთ-ერთი უწყინვალესი იმპერატორი იყო. ის გახდა რომის კონსული. უმაღლესი თანამდებობა დაიკავა რომაულ იერარქიაში. რომის კონსული იყო. ეს ანტონინუს პიუსი გაგახსენებთ, ვინც არის ძვირფასო მეგობრებო. ანტონინუს პიუსის დროს მოხდა ჩვენი მეფის ფარსმან მეორის ვიზიტი რომში, გახსოვთ ალბათ, როცა გრანდიოზული სანახაობა იყო, სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა მაშინ რომის იმპერიასთან და ჩვენ როცა ვლაპარაკობთ საქართველოს არჩევანზე, აზია თუ ევროპა, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ, ერთ-ერთი მთავარი და სანიშანსვეტო არჩევანი მაშინ ჩვენმა წინაპრებმა რომზე გააკეთეს, როცა ფარსმანი ჩავიდა რომში და ზუსტად ანტონინუს პიუსის დროს იყო კონსული. ფლავიუს არიანე. მას აქვს და არ გამოვრიცხოთ, რომ აი ფარსმანის ვიზიტის დროს ის ფარსმანს იცნობდა კიდევაც პირადად არიანე. არ გამოვრიცხოთ მით უმეტეს, მანამდე კაბადოკიაში მოვაწეოდა. კაბადოკია ახლა მეზობელი იყო იბერიის სამეფოს, ხო და მაშინ პირველ-მეორე საუკუნე ჩვენი ქვეყნისთვის და კერძოდ იბერიისათვის ეს არის ზეობის საუკუნე. ზეობის საუკუნე ძალიან ძლიერი იყო მაშინ იბერიის სამეფო და ანგარისგაშტაცევი ძალა იყო და ამიტომაც მიიწვია ზუსტად ფარსმანი ანტონინუს პიუსმა.
შემდეგ ვიცით, რომ იმპერატორ ადრიანეს დროს ის საერთოდ მოგზაურობს კავკასიაში. ფლავის არიანე და ვიცით, რომ დიოსკურიაშია ნამყოფი. დღევანდელ სოხუმშია ნამყოფი. ანუ კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს. და მე არის ცნობები, რომ მან გარკვეული ინფორმაციები წერილობითად, საერთოდ ასეთი ადამიანები წერილობითად ინფორმაციებს აგზავნიდნენ რომში იმპერატორთან. თუ რა ხდება პერიფერიებზე, მოკავშირე ქვეყნებში, ან მომტერე, მოკიშფე ქვეყნებში, ხო ინფორმაციის შემკრები არის. ეს არის კლასიკური გაგებით რომაელი მოხელე, სახელმწიფო მოხელე, კონსული გახდა, ხო, კონსული იყო ანტონინუს პიუსის დროს და რაც შეეხება ალექსანდრეს, მას ცალკე აქვს დაწერილი ალექსანდრეს ანაბასისი. ანაბასისი გავიხსენოთ ნიშნავს სიღრმეში შესვლას, ლაშქრობას, მტრის ტერიტორიას. და სწორედ არიანეს ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩვენთვის, როცა ალექსანდრეზე ვლაპარაკობთ, ეს არის ფლავიუს არიანი. მეორე ეს არის დიოდორე სიცილიელი. აქ სიცილია აგერ არის. ძირფასო მეგობრებო. ესეც ბერძენია წარმოშობით, ეს არიანეზე უფრო ადრე არის ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მოვაწეობდა დიოდორე სიცილიელი, მას აქვს დაწერილი ისტორიული ბიბლიოთეკა. 40 წიგნად არის. და 27 წიგნი, ანუ ტომი დავარქვათ ასე. ეძღვნება მთლიანად ალექსანდრეს, 27. შემდეგი არის პლუტარქე ქერონელი. ესეც ბერძენია. სულ ბერძნები არის. მეოთხე იქნება რომაელი, ხო. პლუტარქე ქერონელი, ახლა ქერონიაში დაბადებული ბერძენი არის პლუტარქე, ეს პირველ-მეორე საუკუნე არის. დაახლოებით თანამედროვე არის არიანესი, ხო. მას აქვს სახელგანთქმული პარალელური ბიოგრაფიები დაწერილი. აი თუ რამეს გირჩევთ ძვირფასო მეგობრებო, რომ წაიკითხოთ, არა მარტო თქვენ, არამედ თქვენ შვილებსაც წაუკითხოთ. ეს არის პლუტარქე ქერონელის პარალელური ბიოგრაფიები, ხა. რას ნიშნავს ეს? ის ადარებს ბერძენ და რომაელ მოღვაწეებს. პროფილურად ადარებს ერთმანეთს, ახლა. დაწერილი აქვს, ვიცით, რომ 46 წყვილი ყავს. 46 ბერძენი და 46 რომაელზე, მაგრამ ჩვენამდე მოაღწია 22. დანარჩენი დაკარგულია. მაგალითად, აი როგორ ადარებს, ხო? ქალაქის დამაარსებლები, დიდი ბერძენი, თეზევსი, ვინც ათენი დაარსა და რომულუსი, მისი პარალელი, ვინც რომი, ის რა ქვია, დაარსა, ხო? მაგალითად, დიდი რეფორმატორი, სპარტის რეფორმატორი, კანონმდებელი ლიკურგე, ბერძენი და ნუმა პომპილიუსი, რომის სამართლის, საფუძველის ჩამყრელი, ხო, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელი და კეისარი. ხო? ინტერესო იქნება. ფანტასტიკურად დაწერილი. ფუნქციურად და მისიით და ერთი და იგივე პროფილურად აქვს. ადამიანების 22-მა მოაღწია ჩვენამ სამწუხაროდ ბევრი და მაგალითად ვიცით, რომ დაწერილი აქვს ეპამინონდე, აი დიდი თებელი მოღვაწე და სციპიონ აფრიკელი, ვინც ჰანიბალს დაამარცხებს. პროფილური რატო არის? ეპამინონდემ სპარტა დაამარცხა და სციპიონ აფრიკელმა ჰანიბალი დაამარცხა. ხო, ანუ დიდი მტერის დამმარცხებელი, დიდი მტრის დამმარცხებელი, მაგრამ არ არის ჩვენამდე მოღწეული. აი ეპამინონდე და ძალიან საინტერესო იქნებოდა, ხო. მერე ხო, ესა პარალელური ბიოგრაფიები, მერე მოდის კვინტუს კურციუს რუფუსი, ეს უკვე რომაელი. ძალიან მას აქვს დაწერილი ალექსანდრე მაკედონელის ისტორია, ასე ქვია პირდაპირ. ეს რომაელია და აშკარად განსხვავდება ამ ბერძნებისგან რა, სტილითაც, კრიტიკითაც. საერთოდ ბერძნები უფრო ლაღები არიან თავის წარმოსახვაში, წერის სტილი სხვანაირია. აი ეს ასე მიყვება ფაქტოლოგიას, ხო. ეს პირველი საუკუნე.
ამ 4-ეულიდან ყველა სხვებიც არის. მაგრამ ეს 4-ეულია, ხო, პლუტარქე, დიოდორე სიცილიარი, კურციუსი და არიანი, მაგრამ ყველაზე სანდო არიანი. ახლა ჩვენ როგორ ვთვლით და ბევრ რაღაცებში განსხვავებული მონაცემები აქვთ ამათ, ბევრ რაღაცებში გამომრიცხავი ინფორმაციები აქვთ, მაგრამ რა მეთოდიკა როგორ მუშაობენ ისტორიკოსები, ხო? საყრდენი რახან არიანია. აი ეს დანარჩენი სამის მისადაგება რო ხდება, თუ დუბლირება ხდება ფაქტის არიანესთან. აი ის უკვე როგორ ჩანს არის სიმართლე. თუ განსხვავებულია ზოგი იჯერებს იმას და არგუმენტად ღებულობს ზოგიერთი ისტორიკოსი, ზოგიერთი არ ღებულობს, ამიტომ ეს უნდა გაგვევლო, მე ვფიქრობ, რომ წყაროები, ხო, არიანე, მე მაინც ვფიქრობ, რომ პლუტარქე იქნება ყველაზე საგულისხმო და სასიამოვნო თქვენთვის და მერწმუნეთ ძილის წინ თქვენ შვილებს თუ წაუკითხავთ პარალელურ ბიოგრაფიებს არ წააგებთ ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ ძალიან საინტერესოა და ბავშვებსაც ღაპრად ჩაყვებათ ეს ამერე და ბავშვობიდან როცა იცი სოფლიო ისტორიის სოლისტებს როცა იცნობ, მე რაღაცებს შეცხოვრებაში ცოდნა გეხმარება ყოველთვის ცხოვრებაში, ამიტომ იძულებული კი არა და სიამოვნებითაც გითხარით რა წყაროებს ვეყრდნობით ჩვენ. სასარგებლო რჩევები გავუსერთ. თუმცა მე-19 საუკუნეში უკვე პროფესიონალი ისტორიკოსები ჩნდებიან, განსაკუთრებით ისე ვიმეორებ დროიზენი, იოჰან დროიზენი, რომელიც იყენებს ამ 4-ეულს. და ამ 4-ეულის წყაროებზე დაყრდნობით ის უკვე ქმნის საერთო სურათს. ახლა დაუბრუნდეთ ეგვიპტიდან გამოსვლას ალექსანდრე ფინიკიისკენ გაემართა. ფილიპეს ძე გამოვიდა და ტიროში ჩამოვიდა, ტიროში დაიწყო მობილიზაცია. ყველაფრის, არმიის, ფლოტის და რაც მთავარია, ადმინისტრაციულად უნდა დაალაგოს ახლა უკვე საკმაოდ დიდი ტერიტორიები დაიპყრო უკვე მან, აი ეს ტერიტორიები მის ხელშია უკვე. ხმელთაშუა ზღვის აუზი ფაქტობრივად მცირე აზია, აი რომ ჩამოვთვალოთ ახლა. ლიდია, იონია, ეოლია, საკარია, ლიკია, ისა რა ქვია, თვითონ ფრიგია, დიდი ფრიგია, ჰელესპონტის ფრიგია, პაფლაგონია, ისა რა ქვია, კილიკია, სირია, იუდეა, ხო, სამარია და იუდეა გახსოვთ იერუსალიმშიც რო შევიდა უფლის ტაძარში. აი ეგვიპტე და ფინიკია და კვიპროს თვითონ დამორჩილდა. ანუ მესამედი წაართვა უკვე სპარსელებს, დასავლეთის პროვინციები წაართვა. მისია. ანუ ახლა სიღრმეში უნდა შევიდეს. თან მას ინფორმაცია აქვს, რომ დარიოსი დიდ ჯარს კრიბავს ზემო პროვინციებიდან მოყავს ჯარი. და როცა ის არის ფინიკიაში, კერძოდ ტიროში, როცა ის ალაგებს ყველაფერს, ჯარს კრიბავს, ფლოტს კრიბავს, საინტერესო რეფორმები გააკეთა, ვიღაცები გამოცვალა. მაგალითად, კილიკიაში დატოვებული სარდალი გამოცვალა, იმიტომ რომ მან ლოჯისტიკის მომარაგებაში რაღაც სისუსტეები გამოავლინა, ამიტომ ცვლის. მე ერთ საინტერესო რამ ექნა, მან საჭურჭლებ დიდი ქონება ჩაუვარდა ხალხ, ჩვენ მარტო იმაში რა ქვია დამასკო როცა იყო 3000 ტალანტი ჩაუვარდა იქ ხელში. მან გაყო სამხედრო და სამოქალაქო საჭურჭლები. ანუ ჯარის ხარჯი ცალკეა და სამოქალაქო, ანუ მოსახლეობა არ უნდა დაიმშეს, კი გაგანთავისუფლეთ, მაგრამ სპარსელების უღელქვეშ ცხოვრებაზე უკეთესად უნდა იცხოვროთ, ხო? თან აგერ ალექსანდრიაში ენდება, ხო, დიდი ქალაქი. ხაზინები გაყვალ, ბიუჯეტებით გაყვალ. ხო, სამხედრო ბიუჯეტი და სამოქალაქო ბიუჯეტი, დავარქვათ ძველი ქართული სახელი საჭურჭლეები გაყვა, მაგრამ მოდის ცუდი ამბავი საბერძნეთიდან. ჯერ კიდევ მემფისში იყო, როცა მან გაიგო, რომ სპარტაში არის ცუდი მოძრაობა. და ახლა უნდა ცოტა ხანი ალექსანდრეს უნდა დავანებოთ თავი და დაუბრუნდეთ საბერძნეთს და ნიშნულოვანი ამბავია, რა ვიცი, ამ გადაცემას ალბათ ჩვენ დავარქმევთ
სპარტის ბოლო ელვარება სპარტის დასასრული. სპარტაში ამ დროს მეფობენ ორი დინასტია ვიცით ჩვენ ხო არიან ორივე ჰერაკლიდები არიან ჰერაკლეს შთამომავლები არიან ორი მეფე მართავს ერთი არის ევრიპონტიდების გვარი და მეორე არის აგიადების გვარი ხო ეს არის ხოთაშორის ერთესავებიან ალექსანდრეს დინასტიას მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაკედონური დინასტია იჩემებს ამათთან ათასობას იმიტომ ისინიც ჰერაკლიდები არიან ხო ევრიპონტიდებიდან მართავს აგის მესამე, ხოლო აგიადებიდან მართავს კლეომენე მეორე. აი მაგალითად ლეონიდე იყო აგიადი. ხო. ხო ეს აგის მესამე ვინ არის? ევრიპონტიდი. გაგახსენებთ ცოტა უკარო დავიხიოთ ჯერ კიდევ ფილიპე როცა ცოცხალი იყო. გახსოვთ თქვენ რომ ქერონეაში როცა ფილიპემ დაამარცხა ბერძნული კოალიცია, კერძო თებელები და ათენელები, იქ ერთხელ შენ თვითონაც დამისვი შეკითხო სპარტას სად არის? რატო არ მონაწილეობს ფილიპეს და ალექსანდრეს წინააღმდეგ, რატო არ მონაწილეობს სპარტა, ხო? მაშინაც გაგეც პასუხი ახლაც გავიმეორებ ახლა. ჯერ კიდევ როცა ქერონეას ბრძოლა იყო, მანამდე 353 წელს ამ აგისის მამა არქიდამე მესამე წავიდა იტალიაში სალაშქროდ. გაგახსენებთ ტარენტი ქალაქი აგერ არის ტარენტი. ბერძნული ქალაქი არის ამ ტარენტს აწვებოდნენ იტალიკური ტომი ლუკანები. დღესაც არის ლუკანია პროვინცია. და რახან ტარენტს აწვებოდნენ ამ ბერძნულ ქალაქს, ტარენტელებმა 353 წელს სპარტის მეფეს არქიდამე მესამეს თხოვეს დახმარება, რომ გვიშველეთ. ეს ხდებოდა ხოლმე, როცა ვიღაცას ეხმარებოდა ბერძნული კოლონიები არის და თხოვს, რომ გვახჭობენ ლუკანები რა. და არქიდამე მესამე ჯარით წავიდა ტარენტში. სამხრეთ იტალიაში იქ იბრძოდა ლუკანებთან ბრძოლა ჰქონდა, სასტიკი ბრძოლა ჰქონდა. ხა სპარტის წესსაც გაგახსენებთ თქვენ სპარტას ჰქონდა ასე წესი ორი მეფე რახან ყავდა სალაშქროდ ერთი მიდიოდა და მეორე აუცილებლად სპარტაში უნდა დარჩენილიყო ერთ-ერთი თავარი მიზეზი იყო რომ ჰილოტების აჯანყება ის მაგრამ ახლა ამ პერიოდში უკვე ეპამინონდეს ამბავი გასულია მესენია გაანთავისუფლა მან ჰილოტები გაანთავისუფლა მან მაგრამ მეფე უნდა დარჩეს და რახან ერთი მეფე წასულია სპარტამ ვერ მიიღო ქერონეას ბრძოლაში მონაწილეობა. მეორე მეფე რახან არ ყავდათ სალაშქროდ. პარალელური სამხედრო ოპერაცია ვერ წავიდნენ. ექსპედიცია ვერ და ქერონეა დამთავრდა ბერძნების მარცხით ისე რომ სპარტას მონაწილეობა არ მიუღია და ქერონეა მოხდა 328 წლის 2 აგვისტოს. ზუსტად იმ დღეს გიორგი აი ტარენტში წასული არქიდამე დაიღუპა. მანდურიასთან ბრძოლაში, ლუკანებთან ბრძოლაში მთელი ჯარი დაიღუპა იქ სპარტელების და მეფეც მოკვდა. დაიღუპა იქ. ერთ დღეს მოხდა ეს. ამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დღე იყო ბერძნებისთვის კატასტროფული. დამარცხდნენ საბერძნეთშიც ქერონეასთან აიაკა და დამარცხდნენ მანდურიასთან. სპარტელები. დაიღუპა იქ. არქიდამე მესამე. ტახტზე ავიდა მისი შვილი აგის მესამე, აი ეს აგის. ჯერ კიდევ მემნონის ცნობილი, ხო, საინტერესო რა არის ახლა? რახან მე როცა ფილიპემ გაიმარჯვა ქერონეაში გახსოვთ თქვენ რომ სპარტას შეუთვალა რომ ლაკედემონში თუ ლაკონიკაში თუ მოვიდა ძირფესვიანად მოგთხრით და მაშ პასუხი გახსოვთ სპარტელების თუ ფილიპეს კი მუქარა ქონდა გაგზავნილი მაგრამ ფილიპემ თავი არიდა სპარტაზე თავდასხმას და არის ცნობა პლუტარქეს თუ არიანეს აქვს ზუსტად აღარ მახსოვს რომ საერთოდ ეს აგისი და ფილიპე ერთმანეთს შეხვდნენ მოილაპარაკეს და ფილიპემ დაინდო სპარტა გადარჩა მაშინ
ახლა თანამედროვე ისტორიკოსები ამბობენ რამოდენიმე მიზეზს, რატომ დაინდო სპარტა ფილიპემ. პირველი აშკარად, რომ ქერონიაში რახან არ მიიღეს მონაწილეობა. ნეიტრალურები იყვნენ. სისხლი არ. ამიტომ დაუფასა ფილიპემ. მეორე, ფილიპეს არ აწყობდა სპარტის დამარცხება. ძირფას მეგობრებო, ახლა იმ დიდი რუკიდან, მასშტაბური რუკიდან დაუბრუნდეთ, ეს არის ძველი საბერძნეთი და ეს არის პელოპონესი. ქერონიას ბრძოლა მოხდა აქ დაახლოებით, ხო? აი ეს არის ლაკონიკა, ეს არის სპარტა, ეს არის მესენია, ეს არის არკადია, აქ არის ქალაქი მეგალოპოლისი, ეს ააშენა ეპამინონდემ სპარტის საწინააღმდეგო. ეს არის ელიდა, ეს არის აქაია, ეს არის კორინთო, ეს არის არგოლიდა, ეს არის მეგარა, ეს არის ატიკაი, ათენი აგერ და ეს არის ყოფილი ბეოტია და აქ იყო ქალაქი თებე, რომელიც დაანგრია ალექსანდრემ, ხო? არკადია თქვით აგერ შუაში, ხო? და როცა ფილიპემ დაინდო სპარტა, სამი მიზეზი ჰქონდა. ერთი, სპარტის მიერ ნეიტრალიტეტი ქერონიაში დაუფასა. მეორე, როცა კორინთოს კავშირში მთელი პელოპონესი შევიდა სპარტის მეზობლები ბერძნულ კავშირში სპარტის გამოკლებით, ფილიპეს აწყობდა სპარტის არსებობა, რომ ეს მოკავშირეები ერთგულები ყოფილიყვნენ, იმიტომ სპარტის შიში ჰქონდათ. თუ სპარტის შიში ექნებოდათ, ისინი ფილიპეს ერთგულები იქნებოდნენ. ამან გაამართლა სხვათა შორის. და მესამე მიზეზსაც ასახელებს, აი დროიზენი ასახელებს მაგალითად, რომ სპარტის სახელოვნებას გაუწია ანგარიში ფილიპემ. ძველ საბერძნეთში, ძველ სამყაროში, შუა საუკუნეებშიც თქვენ წარმოიდგინეთ. სახელს ჰქონდა, დიდებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. დიდებას ანგარიშს უწევდნენ, სახელოვნებას ანგარიშს უწევდნენ და ახლა ფილიპეს მთავარი საგარეო პროპაგანდა აწყობილი იყო ანტისპარსულ პროპაგანდაზე. ხო, სპარსეთის წინააღმდეგ ომი ახლა. სპარტა გმირი იყო ბერძენ სპარსელთა ომების, ჯერ მეფე დაეღუპათ ლეონიდე თერმოპილეში და მეორე პლატეა სპარტელებმა მოიგეს. და პავსანიოსი იყო მაშინ სარდალი. ამიტომ სპარტის დიდებას ანგარიში გაუწია. აი ასე იზოლირებულად დარჩა ეს სპარტა. ეს დაანჩენი პელოპონესი კორინთოს კავშირში შევიდა. აი კორინთო ეს არის. აქ გაიმართა ეს ბერძენთა კონგრესი. მაგრამ მერე ხდება ასეთი ამბავი, როცა ფილიპე მოკლეს და ალექსანდრე ავიდა ტახტზე და ამასობაში აგისი ავიდა ტახტზე, ხო ამის ხო ქერონიას დღეს დაიღუპა იქ მანდურიასთან ბრძოლაში. ხო, არქიდამე მესამე. ალექსანდრე როცა წავიდა სალაშქროდ აზიაში. სპარტა აგისმა დაიწყო მოძრაობა, ანტიმაკედონური მოძრაობა. და გაავლო კავშირი და გააბა კავშირი ჯერ მემნონთან, იმ ბერძენ სარდალთან, სპარსელების სარდალთან. მერე გახსოვთ მემნონი მიტილენას ალყის დროს ავადმყოფობით დაიღუპა, მერე იქ იყო ფარნაბაზი სარდალი, ფლოტის მეთაური სპარსულის და სპარსელებთან ურთიერთობა აქვს და დაფინანსებას იღებს და პირობას დებს, რომ ის აჯანყდება და აიყოლებს საბერძნეთს. ანუ სპარსელების ხელი წურევია. სპარსელებთან კავშირი შეკრა. და აგის უნდა რომ დაანჩენი ბერძნებიც აიყოლიოს და რახან ალექსანდრე გადასაკარგავშია წასული იქეთ აზიაშია და შორს არის. კი მაკედონიაში ძალიან ძლიერი მმართველად დატოვა ანტიპატრე ალექსანდრე, მაგრამ აუჯანყდეთ რა. მაგრამ მერე ხდება ასეთი ამბავი, გრანიკოს და ისოსი წააგეს სპარსელებს. და გახსოვთ თქვენ ისოსის ბრძოლის მერე ალექსანდრემ ტყვედ ჩაიგდო ელჩები, ერთ-ერთი ელჩი იყო სპარტის ელჩი, აი ამ აგისის ელჩი იყო ევთიკლე, გახსოვთ? ის ამ საქმეებზე იყო წასული. ანუ ალექსანდრე უკვე მაშინ იყო ინფორმირებული, იყო რაღაცები ხდებოდა, მიზურგს უკან რაღაცები აქტიურ ქმედებაში ჯერ აგისი არ იყო, მაგრამ ისოსის მერე გადავიდა აქტიურ მდგომარეობაზე რა ქნავა. აი აგერ არის კუნძული კრეტა.
ის გადავიდა, მცირე ჯარით გადავიდა კუნძულ კრეტაზე და დაიწყო მობილიზაცია ძალების. გრანიკოსის ბრძოლაში და ისოსის ბრძოლაში გახსოვთ თქვენ, რომ ბევრი მოქირავნე ბერძენი ომობდა და ამ ორ ბრძოლაში როცა დამარცხდნენ სპარსელები, ძალიან ბევრი მოქირავნე გახდა უპატრონო. აი აქ კუნძულ კრეტაზე დაიწყო მან მიწვევა მათი, ამ უპატრონო მოქირავნეების და რამოდენიმე 1000 კაცამდე ავიდა. იქ თან ჩაება კრეტაში სამოქალაქო ომი მიდიოდა და მთლიანად კრეტა ვერ დაიკავა, იმიტომ რომ ქალაქი კნოსოსი მაკედონიის ერთგული დარჩა და მან დაიწყო ასევე გამოქცეული სპარსული გემების თავმოყრა და მეკობრეობა დაიწყო. ანუ კომუნიკაციების ჩაშლა დაიწყო ალექსანდრეს. ალექსანდრე ჯერ კიდევ ეგვიპტეში იყო, როცა ეს ამბავი მიუვიდა, რომ უკვე ის კრეტაზეა გადასული. და მერე როცა უკვე ტიროში არის, იმდენად გაართულა ამ აგისმა კრეტაზე ვითარება, იმდენად დაიწყო კომუნიკაციების ჩაჭრა ალექსანდრესთვის, საზღვაო კომუნიკაციების. იძულებული გახდა მან ამფიტეროსი იყო, ასეთი ადმირალი, ბერძენი იყო როგორც ჩანს წარმოშობით, ამფიტეროსი გაუშვა ფლოტით ამ აგისის წინააღმდეგ, რომ კრეტიდან გაეგდო, მაგრამ სამდე ეს მაკედონური ფლოტი მივიდოდა, მანამდე ანტიპატრემ ჯარი გააგზავნა კრეტაზე, მაგრამ ამან დაამარცხა აგისმა ის ჯარი. ანტიპატრეს ჯარი. მაგრამ როცა უკვე ალექსანდრეს გააგზავნილი ამფიტეროსი მიადგა, ის აღარ დახვდა იქ, ის უკვე გადასული იყო პელოპონესში გადავიდა. ის თავის მოქირავნეები აიყოლი აგისმა. კრეტა დატოვა და გადავიდა კონტინენტში. დატოვა, ანუ ვერ მიუსრო იმან. ნახევრად. ხო. და აიყოლა იქ სიმდიდრეებიც, რამოდენიმე 1000 მოქირავნეც ეს ადმირალი გადავიდა სპარტაში დაბრუნდა ეს აგის მესამე. ახლა მას უნდოდა ასეთი რეფორმა გაეტარებინა. რახან სპარტელების რიცხვი შემცირდა. გახსოვთ ჯერ კიდევ ლიკურგებ როცა რეფორმა გაატარა, მაშინ 9000 ოჯახი იყო. ამ დროისთვის დაახლოებით 1000 ოჯახი არის სპარტიატები. და სპარტას ტანჯავდა სიმცირე. სპარტიატები აღარ არიან. პირველ ხარისხოვან დემოგრაფიული კრიზისი. ხომეებსაც ეძახოდნენ, გომეებსაც ეძახოდნენ. 1000 ოჯახზე მეტი აღარ არის. ამ ომებში მერე 465 წლის მიწისძვრისას ბევრი დაიღუპა, ამ მესენელებთან აჯანყება, ეპამინონდემ საერთოდ ბოლო მოუღო სპარტას, გახსოვთ ხო, ლევკტრაში და მანტინიაში რომ დაამარცხა, რამოდენიმე ასეული ოჯახი დაიღუპა იქ. გაქრა ეს პარტიატებს, მან მიიღო ასეთი ძალიან სერიოზული და რევოლუციური გადაწყვეტილება, რომ რახან ესენი უპატრონოები იყვნენ, ეს მოქირავნეები, არა და პროფესიონალი მეომრები იყვნენ. მან გაიტანა გერუსიაზე და ასეთი კანონმდებლობა, რომ მოდი 4500 მოქირავნეს მივცეთ სპარტიატობა. სპარტის მოქალაქეობა მივცეთ, რაც იყო წარმოუდგენელი ამბავი. რაღაც ასეთი რეფორმების, რომ мотиваცია ქონოდათ ამათ მოქირავნეებს, რომ ეომათ. ეს განახორციელა, მაგრამ ამ დროს ხდება საინტერესო ამბავი. ამ ალექსანდრეს დატოვებულ იმპერიაში, ევროპაში მოხდა ორი დიდი აჯანყება. ილირიელები აჯანყდნენ. ალექსანდრე ჯერ კიდევ ეგვიპტეში. ილირია აჯანყდა და თავარი აჯანყდა თრაკია. და თრაკიის გუბერნატორი ალექსანდრეს მიერ დატოვებული გენერალ-გუბერნატორი, სამხედრო გუბერნატორი მემნონი. ეს იმაში არ შეგეშალოთ. ან თვითონ მაკედონელი გუბერნატორი აჯანყდა, დაუჯანყდა ალექსანდრესაც და ანტიპატრესაც, რომელიც მაყურებელია ამ ალექსანდრეს მემკვიდრეობის და ძიმე აჯანყება დაიწყო ძალიან. და ძალიან გაუჭირდა ანტიპატრეს. მაგრამ მაინც მოახერხა ილირიელების დამარცხება და მერე კიდევ ამ აგისის წინააღმდეგ ჯარი გამოაგზავნა, მაკედონური ჯარი გამოაგზავნა და აგისმა დაამარცხა ის მაკედონური ჯარი. სპარტელებმა გაიმარჯვეს. მაგრამ საბოლოო იმდენად გართულდა ეს, ახლა ჩვენთვის არაა ცნობილი აგის და იმ მემნონს ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ სამხედრო გამოსვლა ერთდროულად დაიწყო, არა გამორიცხული რაღაცა კოორდინაცია ჰქონდა.
როცა ეს ანტიპატრეს გამოგზავნილი ჯარი დაამარცხა აგისმა თავისი მოქირავნეებით, ყოფილი მოქირავნეებით, ახალი მოქალაქეებით, ხო? საბერძნეთში მოძრაობა დაიწყო. იქნებ დავიბრუნოთ ჩვენი ელეფთერია და სპარტის მხარეზე გადავიდა ელიდა პროვინცია, გადავიდა აქეა, გადავიდა ეტოლია არ ჩანს აქ არის დაახლოებით სიმაღლეზე შუა საბერძნეთში ეტოლიელები გადავიდნენ და არკადიელების უდიდესი ნაწილი გადავიდნენ ქალაქ მეგალოპოლისის გარდა. გახსოვთ ეს მეგალოპოლისი სპარტის საწინააღმდეგოდ ეპამინონდებ რო ააშენა. აი მეგალოპოლისი დარჩა მაკედონიის ერთგული, დანარჩენი არკადია. ანუ აი ეს ნაწილი პელოპონესის გადავიდა აგისის მხარეს. საკმაოდ დიდი ნაწილი ნახევარი პელოპონესის გადავიდა, მაგრამ მან გააგზავნა ასევე ელჩობები ათენში, არგოსში, აი ეს არგოლიდა არის და კორინთოში და მესენიაში რომ გადმოდით ჩემ მხარეს, მაგრამ ამათ მოუარი თქვეს. ათენს ძიმეთ კინაღავ დაუждდა მაკედონიასთან ორჯერ გაუგულება, ამიტომ ათენმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, კორინთომ უარი, არგოსი ტრადიციული მტერი იყო სპარტიის და მესენელებს ერთ დასანახავად ეზიზღებოდა სპარტელები. ამიტომ ნახევარი პელოპონესი აგისის მხარეზე გადავიდა, ნახევარი დარჩა ერთგული მაკედონიის და კორინთოს კავშირის. მერე როგორც ჩანს კი ასე არის, ანტიპატრემ დაამარცხა ის აჯანყება თრაკიაში, გუბერნატორი მემნონის აჯანყება დაამარცხა, დიდი ჯარით წამოვიდა პელოპონესში შემოვიდა. 40,000 კაცით მოდის ანტიპატრე. ამან როცა ეს აქეელები, ელიდელები, არკადიელების დიდი ნაწილი და ეტოლიელები მიემხრნენ, ამასაც საკმაოდ დიდი ჯარი გაუჩნდა 22,000 იყო აგისის ჯარში და 40,000 იყო ანტიპატრეს ჯარში. ახლა ბევრი სამხედრო ისტორიკოსი თვლის, რომ აგისმა შეცდომა დაუშვა ალყა შემოარტყა მეგალოპოლისს. ვერ აიღო. ამიტომ იმას ანტიპატრეს დრო მიეცა, რომ დაემარცხებია მემნონი თრაკიაში და ვერ დიდი ჯარით შემოვიდა აქ. ბევრი ამბობს, რომ დაძრულიყო შუა საბერძნეთში, შეიძლება დაერღვია ეს კომუნიკაციები და ვიღაცები წაყოლოდნენ. და შეიძლება შეერთებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ ნუ გადაყვა მეგალოპოლისის აღებას რა ესა და გაუძალიანდა მეგალოპოლისი, ერთგული დარჩა იმისი რა ქვია მაკედონიის და ისიც მოვიდა ანტიპატრე. მოხდა ბრძოლა. ძალიან სისხლიანი ბრძოლა მოხდა, 40,000 მაკედონელი, 22,000 ბერძენი. მეგაპოპოლისთან არის. აქვე მოხდა კი, ასე ქვია მეგალოპოლისის ბრძოლა. ბრძოლა მეგალოპოლისთან. მიუხედავად საარაკოს სიმამაცისა სპარტელების დამარცხდნენ, იმიტომ რიცხვით ისინი მეტნი იყვნენ და ცნობილია ვინ რამდენი დაიღუპა. 5,300 დაიღუპა სპარტელი, სპარტის მხარე, ბერძნების მხარე და 3,500 დაიღუპა მაკედონელი. ნუ სპარტის მხარეს 1/4 დაიღუპა. კი, საშინელი ბრძოლა იყო და დაიღუპა თვითონ აგისიც, მეფე აგის. როგორ დაიღუპა, როცა დამარცხდნენ და ბრძოლის ველი დატოვეს, ძიმეთ იყო დაჭრილი და ფარზე დასვენებული მოყავდათ თავისიანებს. სპარტისკენ წამოვიდნენ და გზაში წამოეწინენ მაკედონელები. დევარი. ხო, დევარი წამოეწია. ეს დაჭრილი მეფე ფარზე თავის მხლებლებს უთხრა, რომ დამტოვეთ, ბრძანება გასწრა. რა ასაკის არის თვითონ? ასაკში იყო. მანდამაინც ასაკში არ იყო რა, მაგრამ ჭარმაღი იყო ახალგაზრდას ვერ დაარქმევა. წამოვიდა ხო და ბრძანება გასცა აგისმა, რომ შვახნის ასაკის იყო რა, 30 და 45 წლამდე ასე. თავის მხლებლებს უთხრა დამტოვეთო და ბრძანება მიცა, თქვენ წადით სპარტაში და სპარტა გადაარჩინეთ. ახლა მეფის მიტოვება ეს იყო გამორიცხული ამბავი, მაგრამ ასევე მეფის ბრძანების შეუსრულებლობა სიკვდილით ისჯებოდა და
მარტო დარჩა გიორგი ეს აგის ფეხზე ვერ დგებოდა მუხლებზე დაჩოქილი ფარით და ხმლით შეეგება მაკედონელებს და რამოდენიმე კაცი მოკლა მაგრამ თვითონაც აჩეხეს მერე მაკედონელებმა გამძვინვარებულმა მაკედონელებმა და დაიღუპა აგის რა მივიღეთ ახლა ეპოქა დასრულდა სინამდვილეში ეს კლასიკური ელინური ეპოქა პოლისური სისტემა ახლა საერთოდ ერთ დღეს არ ხდება ცვლილება მაგრამ არის რაღაცა მოვლენა რომელიც რაღაცას ამთავრებს და რაღაცა ახალი იწყება ხო რა იყო ეს აგისის ბოლო გაელვება ახლა ციცერონს აქვს ნათქვამი დიდ რომაელ მოაზროვნეს და სახელმწიფო მოღვაწეს სენატში თქვა ერთხელ ასეთი რამ რომ ჯობს არ ვიყოთ ვიდრე სხვისი ნებით ვიყოთ რაღაცა უნივერსალურ ფორმულას გავს მაგრამ როცა ამ აგისის თემას ფიქრობდი და ვემზადებოდი და ციცერონის სიტყვები მახსოვდა ძალიან ბევრი ვიფიქრე ვინ შეასრულა ეს პირობა ციცერონის ნათქვამი ჯობს არ ვიყოთ ვიდრე სხვისი ნებით ვიყოთ არავის არც ერთხელს არ დაიყვეხნოს არავინ ეს პრინციპი ბოლომდე არ შეუსრულებია ყოველთვის ნებისმიერი ხალხი რო აიღოთ ვიღაცას რაღაცა პერიოდი დამორჩილდა ვიცი ახლა დღეს ლაპარაკობენ რომ ანგლოსაქსები მართავენ სამყაროს არც თუ ისეთ ყვილად ამბობენ ბოლოს და ბოლოს ინგლისური ენაა გავრცელებული ხო მათი ენა განსაზღვრავს სიძლიერეს რახან ინგლისური ენა ბატონობს მსოფლიოში ესე იგი ანგლოსაქსები მართავენ ესენიც კი ბრიტანეთი რომელიც კუნძულოვანი იყო და ყოველთვის იზოლირებული იყო და თავისუფლების ფასი ბრიტანელებმა რო იციან ისე უნდა ევროკავშირიდან გავიდნენ იმიტომ ბრიუსელის უფროსობა ვერ აიტანეს ხო თვით ანგლოსაქსებიც კი ანგლოსაქსები არა ბრიტები კელტები ანგლოსაქსებიც კი ერთხელ დამორჩილდნენ ნორმანებს ხო ჰასტინგსის ბრძოლის მერე 1066 წელს როცა მათი მეფე ანგლოსაქსების მეფე ჰარალდი დაიღუპა ჰასტინგსის ბრძოლაში ნორმანებთან გაფრანგებულ სკანდინავიელებთან ბრძოლაში და მერე ნორმანული მმართველობა და მერე საერთოდ ფრანგული დინასტიები მართავდნენ პლანტაგენეტები ყველაზე ცნობილი და ყველაზე აგრესიული და ყველაზე ძლიერი დინასტია ინგლისის ფრანგები იყვნენ გიორგი ხო ამიტომ ეს პირობა ვერცეთმა ხალხმა ვერ ჩვენა ჩვენ ძალიან ხშირად სხვისი ნებით ვიყავით ვერცეთი ხალხი რაც მე ვიცი ვერცეთი ხალხი ამ უნივერსალურ ფორმულას ვერ ასრულებდა და ვერ შეასრულა ერთადერთი სახელმწიფო ეს იყო სპარტა ჯობს რომ არ ვიყოთ ჯობს რომ არ ვიყოთ ვიდრე სხვისი ნებით ეს მარტო ისტორიაში შეასრულა სპარტამ და სპარტელებმა და დაიღუპნენ ისე დაიღუპნენ რომ არავისი ნებით არ იყვნენ იქ სპარსელებთან კავშირს კრავდნენ ეს მათ თავისი ინტერესით ჩვებოდნენ ის სპარსეთს კი არ ემორჩილებოდნენ ანტალკიდეს მშვიდობაზე ეგრეთ წოდებული მეფის ზავზე იქ სპარტა ხელქვეითი კი არ იყო სპარსეთის სპარტას ასე აწყობდა რახან ათენი უნდა დავამარცხო და გავანადგურო და ჰეგემონი მე უნდა ვიყო საბერძნეთში ამიტომ სპარსეთი მოიხმარა ერთადერთი სახელმწიფო და ერთადერთი ხალხი ვინც ეს პირობა შეასრულა და წარმატებით ჭყალებში და დაიღუპა ამის მერე ამით დამთავრდა სპარტის ისტორია. ახლა მეფეები ყავდათ მე რომი შეიერთეს, მაგრამ აქტიური სპარტა მოკვდა. ევდამიდე ავიდა მისი ძმა ტახტზე. შვილი არ ყავდა აგის. ევდამიდე პირველი ავიდა ტახტზე. მე იარსებს მე რომი როცა მაყოლაფეშო გალაყლაპავს რომი იყო
ყველაფრის მყლაპავე, ხო? იქამდე იყო, მაგრამ უკვე სპარტა არაფერი არ არის. და მოკვდა ასე დიდებულად, ასე ღირსეულად. დაიღუპა აგის მესამე იყო ბოლო ელვარე ვარსკვლავი, ვისაც სურვილი ჰქონდა სპარტის დიდება აღედგინა, მაგრამ მაკედონურ სამხედრო მანქანასთან და ანტიპატრეს ფალანგასთან დამარცხდნენ და ბერძნებიც ვერ აიყოლია. იმიტომ რომ იმდენი სიბოროტეები ჰქონდათ მანამდე ნათესი თავის მეზობლებში, იგივე მესენელებში, არგოსელებში, კორინთელებთან, არკადიელებთან არ აყვა მთელი საბერძნო. ათენმა საერთოდ შორს დაიჭირა და გვერდზე გაიხედა. დემოსთენეც კი გახდა, ისა რა ქვია, გვერდზე გადგა. ახლა ეს მეგალოპოლისის ბრძოლა რომ მოხდა, სადაც 3500 მაკედონელი და 5300 ბერძენი დაიღუპა, გრანდიოზული ბრძოლა იყო. დიდი მსხვერპლით. ალექსანდრესთან რო ჩავიდა ეს ამბავი, ალექსანდრე უკვე მოძრაობაში, ახლა ჩვენ დაუბრუნდებით იმას. ალექსანდრე მიდის აზიის სიღრმეში, ალექსანდრესთან ეს ამბავი რო ჩავიდა, ამ ბრძოლას ალექსანდრემ ისე არ ეკადრება ალექსანდრეს ეს, მაგრამ ნუ ახლა რაღაცები ხდება ხოლმე. ამას დაარქვა ბაყაყების და თაგვების ბრძოლა არკადიაში. ახლა რატო? ზოგი ვარაუდობს, რომ ანტიპატრეს ეს გამარჯვება არ გაეხარდა, ასეთ გრანდიოზული გამარჯვება. მე ზოგნი ამბობენ, რომ გაამწარებული იყო ანტიპატრეზე, რომ ამხელა მსხვერპლი ჰქონდა. ალექსანდრეს მის პირად დიდებაში მოწილეები არ უყვარდა. როგორც ყველა ისტორიის სოლისტს. არ უყვართ მოწილეები. ანტიპატრემ ახლა მართლაც დიდი აჯანყება მოიგერია ახლა. ახლა რას ნიშნავს ეს ბაყაყების და თაგვების ომი? ეს არის პაროდია ილიადას. ეს ცნობილი პოემა. პაროდიული. ავტორი ვინ არის? არავინ არ იცის. ზოგი ამბობს, რომ თვითონ ჰომეროსმა დაწერა ილიადას პაროდია. საინტერესო რა არის? ილიადაში ღმერთები ორად არიან გაყოფილი. აქაც ბაყაყებსა და თაგვებთან ბრძოლაში ღმერთები სხვადასხვა მხარეზე არის. პაროდია ილიადასი რა. ზოგი ამბობს, რომ ეს ორი იმისი არის, ჰომეროსის არის. ზოგი ამბობს, რომ პიგრეს ჰალიკარნასელის დაწერილია. ეს პიგრეს ჰალიკარნასელი ვინ არის? იცით? არტემისია პირველი, გახსოვთ სალამინის ბრძოლაში რო იბრძოდა კარიის დედოფალი. სპარსელების მხარეს. ის არიობიგნეს გვამი რომ მიუტანა, იმისი ძმა არის პიგრეს. ბევრი ამბობს, რომ მის დაწერილია. ყოველ შემთხვევაში დადასტურებთ, არ ვიცით ვის დაწერილია ეს ბაყაყების და თაგვების ომი. მაგრამ ნუ დიდი ხნის პოემა იყო. ანუ რაღაცა დიდის პაროდია შეადარა. ილიადას პაროდია. დიდი ომის ილიადა, აი ბერძნები როგორებია, ილიადა ხო რამხელა ესა ეპოსია. ამით იცხოვრობენ, პაროდიაცაა დაწერილი. ბერძნები და ტროელები რომ ომობენ, აქ ბაყაყები და თაგვები ომობენ და ასე დასცინა ალექსანდრემ ამ ომს. არ ვიცი ახლა ანტიპატრეს დასცინა, სპარტელებს დასცინა, მაგრამ მაკედონელებს რატო დასცინა? უცნაური ამბავია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თქვა, რომ ეს ბაყაყების და თაგვების ომი არკადიაში, მეგალოპოლისთან. ახლა ამ ბრძოლის მერე და აგისის დაღუპვის მერე ახლა ანტიპატრე ალექსანდრეს ნაცვალი გამარჯვებულმა ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილი რა უყოს ამ სპარტას, რაც კი დაამარცხა, მაგრამ როგორ მოიქცეს? და იმოქმედა ძველი წესით, რაც დადგენილი იყო. კორინთოს კონგრესზე გაიტანა, სინედრიონზე გაიტანა თემა. დაანჩენ ბერძნებს კითხა. იქ ხო იყო ყველა ბერძნულ ქალაქ სახელმწიფო სინედრიონში თითო წევრი ყავდა, სინედრიონთან გაიტანა თემა რა უყოთ სპარტას. დამარცხებულ სპარტას.
ამ სინედრიონმა იწვალა, ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ბოლოს დაადგინეს, რომ ჩვენო გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, იმიტომ სპარტა რახან არ არის წევრი სინედრიონისო. სინედრიონი წყვეტდა შიგნით კონგრესს, კავშირს შიგნით თემას, მაგრამ რახან სპარტა არ შემოდის ჩვენთან, ამიტომ ჩვენ არ აქვს უფლება რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ. მაგრამ ამასობაში მე ამ დამარცხებულმა სპარტელებმა იკადრეს და ალექსანდრეს გაუგზავნეს ელჩები. გადარჩა სპარტა, ანტიპატრე არ შევიდა, მაგრამ სპარტა გაქრა. მორჩილება გამოუცხადა მორჩილება რომ არ გამოუცხადა მორჩილება, მაგრამ თავის ტყავში ჩაეტია. აი ლაკონიკა აგერო წერია. აი სპარტა ამას აღარ ცდებოდა უკვე. აქ დარჩა ისე მაკედონელების სასახელოდ უნდა ითქვეს სამივე მაკედონელის ფილიპე, ალექსანდრემ და ანტიპატრემ სპარტა დაინდეს. მე ვთვლი ასე, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ამას შეიძლება ცალკე ლექციაც მოვაწყოთ, მათ პატივისცეს სპარტის დიდებას. და სახელს. იმიტომ სპარტა რომ დაენგრიათ ახლა. დანარჩენ ბერძნებს მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სპარტელები დანარჩენ ბერძნებს არ გაეხარდებოდა და ახლა ამხელა ბერძნული პოლისის დანგრევა ეს არ ეკადრებათ მაკედონელებს. ბერძნული ცივილიზაციის, ბერძნული იდეალების, ბერძნული ენის მატარებელი ხალხი აგერ აზიაში წავიდა, რომ ბერძნების უპირატესობა დაადასტურა და აქ სპარტას ანგრევ კაცოში. ამიტომ მოერიდნენ, მაგრამ სპარტას დაღუპვის მერე მოხდა ერთი ამბავი, გიორგი, ეს არის ის, რომ დამთავრდა კლასიკური საბერძნეთი, პოლისური სისტემა დამთავრდა, შეგვიძლია პირობითად დავარქვათ, იმიტომ რომ ამის მერე, ანუ დაიღუპა საბოლოო ჯამში შევკრიბოთ ახლა ეს ჩვენი მოგზაურობები, დიდი ბერძნული ქალაქები დაიღუპნენ პოლიტიკურად. სპარტა, ათენი, თებე საერთოდ მიწასთან გაასწორეს. არგოს თავის ნაჭუჭში ჩაჯდა, კორინთოს დიდებულება ახლა აღარ არსებობს, იმიტომ რომ იქვე ძალიან დიდი გარნიზონი კორინთოში დგას მაკედონელების და დამთავრდა ეს ეპოქა. ამ ქალაქების ეპოქა დამთავრდა და იწყება ახალი ეპოქა. საბერძნეთში ჩნდება ორი კავშირი, არა პოლისი, არა ქალაქი, არამედ ორი კავშირი. ეს არის აქეა, აქეის კავშირი, აქ არაჩენს რა დაახლოებით, აი ასე არის, ეს არის ეტოლიის კავშირი. და შემდეგ ჩვენს მოგზაურობებში, როცა დიადოხოსებზე გვექნება ალექსანდრეს მემკვიდრეებზე ლაპარაკი, ეს ორი კავშირი ძალიან ძლიერდება. აქეელები და ეტოლიელები, სპარტელები და ათენელები, თებელები, კორინთელები, არგოსელები ეს დამთავრდა. ცხოვრობენ, კარგად ცხოვრობენ, არაფერი არ აკლიათ, არც საჭმელი, არც ასმელი, ფილოსოფიასაც მისდევენ, ვაზროვნეებიც ყავთ, ყველაფერმა პოლიტიკა დამთავრდა. ალექსანდრეს ლაშქრობაში მონაწილეობენ. კი, რა თქმა უნდა, ბერძნები მონაწილეობენ, სპარტელების გარდა ყველა მონაწილეობს. სხვადასხვა რაოდენობით კონტინგენტებით და სხვადასხვა რაოდენობით გემებით. მაგრამ პოლიტიკა, რასაც ქვია, დამოუკიდებელი პოლიტიკა, ეს დაამთავრეს ბერძნებმა და ორი კავშირი ჩნდება, აქეის კავშირი და ეტოლიის კავშირი. ესენი ენაცვლებია, ეს ახალი ძალაა ბერძნულ სხეულს. ასე რომ, რა ვიცი, ახლა რო არ გავჩერებ, ვერ გამოვტოვებდით ჩვენ აგისს, იმიტომ რომ თვითონ აგისის შესახებ თანამედროვე ისტორიკოსებშიც არის საშინელი დავა. ვინ იყო ეს? ბოლო გმირი და დიდებული სპარტელი, თუმცა არიან ისტორიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ყაჩაღი იყო. და გაყაჩაღებული მოქირავნეების ბელადი იყო. ასეთი ისტორიკოსებიც არიან. ამიტომ აგისი შევიდა ისტორიაში და მოკვდა ლამაზად. ხა სიკვდილი ვინ როგორ კვდება, ხო, საერთოდ ისტორიაში სიკვდილი არის გადამწყვეტი. შეიძლება ძალიან შინაარსენად იცხოვრო, იცოცხლო, მაგრამ მოკვდა რაღაც ამარცხინოდ. ან პირიქით. წმინდანები ავიღოთ ქრისტიანობაში. წმინდანები ვინ არიან? შეწირული ხალხი, რომლებიც წმენისთვის მოკვდნენ, ხო? სიცოცხლეში როგორ ცხოვრობდნენ? ბევრი ძალიან უწესო ცხოვრობდნენ.
როგორ კვდები, ხო? სპარტა მოკვდა გმირულად. მათი მეფე ბრძოლის ველზე, მუხლებზე დაცემული, მაგრამ ფარით და ხმლით ხელში დაიღუპა. ესე იგი, ეს ამბები მე რაც მოგიყევით ძვირფასო მეგობრებო, ეს ხდება იმ დროს, როცა ალექსანდრე მოძრაობაშია უკვე. ზუსტი თარიღი ჩვენ მეგალოპოლისის ბრძოლის არ ვიცით, ზოგი ამბობს, რომ ეს მოხდა ზაფხულში, ზოგი ამბობს, რომ გვიან შემოდგომაზე. არიან ვიღაცები, რომლებიც ამბობენ, რომ ზამთარში მოხდა საერთოდ. საკმაოდ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ერთადერთი რაც ვიცით, რომ სპარტელები დამარცხდნენ, ანტიპატრემ გაიმარჯვა, მსხვერპლი დიდი იყო და აგის მესამე დაიღუპა. ეს ვიცით დანამდვილებით. და ეს ყველაფერი ხდება სანამ ალექსანდრე მოძრაობს ეგვიპტიდან უკვე მოხდა ეს ბრძოლა და ალექსანდრე აგერ ტიროსიდან დაძრულია უკვე და დავიძრათ ახლა ალექსანდრეს ჯარს გაუყვეთ ახლა 331 წლის მერე, როცა ეგვიპტე დატოვა გაღმერთებულმა ალექსანდრა, ტიროში ჩავიდა, ჩვენ ვილაპარაკეთ, რომ იქ მობილიზაცია დაიწყო და 40,000 ქვეითით და 7,000 მხედრით დატოვა ტიროსი. ამოუყვა მდინარე ორონტის ხეობას, ესე მდინარე ორონტი, ის მიდის ჩრდილოეთით. ამ უნდა გადალახოს ევფრატი, ეს არის ძვირფასო მეგობრებო ევფრატი. მეორე მდინარე, ეს არის ტიგროსი. მე წინა გადაცემაში გითხარით, რომ დღევანდელი მონაცემით ტიგროსი და ევფრატი ერთიანდება და შატელ-არაბი, ერთი მდინარის შატელ-არაბის სახელით ჩადის სპარსეთის ყურეში, მაგრამ მაშინ აი ალექსანდრეს ნახეთ ცალ-ცალკე ჩადის. შატელ-არაბი გვიან არის ამოსული, დღეს აი დაახლოებით აქ გადის, ხმელეთმა ამოიწია. ხმელეთმა კი არა, ზღვამ ამოიწია. ზღვამ დაიწია და გაჩნდა საერთო შენაკადი. აჰა, გასაგებია. შუამდინარეთ ძველი. შუამდინარე, მესოპოტამია, მეზოპოტამოს ნიშნავს შუაწყალი. შუაწყალეთი. პოტამოს არის წყალი თქვით ჩვენ, მეზოს არის შუა. აი ეს არის ევფრატი და ეს არის ტიგროსი, შუაში არის ეს მესოპოტამია. ევფრატი გადალახა დაბრკოლების გარეშე. ახლა გეტყვით, მივიდა ევფრატამდე, ახლა აქ არის ქალაქი თაფსაკი. გახსოვთ თქვენ დარიოსმა რომ შახრა აშენა, შაჰის გზა, შარა რომ მოდის იქინა, ხო? შახრა გადის აქ. ცენტრალური ტრასა და ამიტომ ეს თაფსაკი ითვლება ტრადიციული გადასასვლელი. აქ გადადიან, გადმოდიან. არა მარტო სამხედრო ჯარები, აი სპარსული ჯარები ხან გადადიოდნენ, ხან გადმოდიოდნენ. ასე სავაჭრო, ეს გზა არის, აქ გადადის. არის ფონი, უფრო თხელი არის აქ ევფრატი და ხიდები არ იყო, მაგრამ აქ გადადიოდა ჯარი. ეს არის შახრას შემადგენელი ნაწილი და ალექსანდრე დაიძრა აქეთკენ მოდის. ევფრატი უნდა გადალახოს. დარიოსი არის აქ ბაბილონში კრივავს ჯარს. თაფსაკს რომ მიუახლოვდა, მან წინ გაუშვა მსუბუქი ჯარის ნაწილები, რომ მათ უნდა აშენონ ორი ხიდი. რომ ჯარი გადაიყვანოს, ალექსანდრემ გადაწყვიტა, რომ ხიდი უნდა აშენდეს. პანტომები გადასასვლელი. მაგრამ მეორე სანაპიროზე აქ დახვდა 10,000 მხედრით, დახვდა ბაბილონის სატრაპი მაზეოსი. მაზეი, სპარსულად მაზეი, შეიძლება ორნაირად მოიხსენიოთ. მაზეი დგას 10,000 მხედრით და მას თითქოს და ევალება რომ არ გადმოუშვას ესენი, მაგრამ დღესაც მიდის დავა ახლა მას რა ევალებოდა დაზვერვა თუ ხელი შეშლა. მე ვფიქრობ რომ დაზვერვა ევალებოდა. ხო, ხელი შეშლისთვის ზედმეტად ცოტა იყო და დაზვერვისთვის ცოტა ბევრნი. ხელი შეშლა შეეძლო მას. ხიდების აშენებაზე შეეძლო ხელი შეშლა საბოლოო ჯამში ახლა მაინც გადაანგრევდა ის და გადავიდოდა იმას რა გააჩერებდა კაცო ტიროს ზღვაში აშენა თითქმის კილომეტრიანი დამბა. აქაც როგორმე გადავიდოდა, მაგრამ როგორ ჩანს დაზვერვა არ.
სამდე აქ მაზეოსი და სპარსელები უფრო ემეზადებიან უკვე მესამე ბრძოლისთვის და რითიჩა. სამდე აქ მოვიდოდა მაზეოსი, მან დაარბია ევფრატის მარცხენა სანაპირო. ბაბილონამდე. ეს ახლა დასახლებულია ქალაქი, რომ გონიათ რომ ალექსანდრე შეიძლება ბაბილონისკენ წამოვიდეს. ხო და დაარბია, ანუ მათი კონტროლის ქვეშ. განადგურა რომ საჭმელი არ შეხვდეთ არაფერი, არის დიდი ქალაქები, იქ ძლიერი გარნიზონები არიან, მაგრამ გარეთ რაც კი იზრდება და ბალახია და ესე დაწვა მოსპო განადგურა, რომ მაკედონელებს ფურაჟი და სურსათი არ ჩაუვარდათ ხელში და თან აქ დიდი ქალაქები არის, ნიპური და ასე შემდეგ რა. რომლებშიც დიდი გარნიზონები დგას, ძლიერ ციხესიმაგრეები არის და მაზეოს და სპარსელებს გონიათ რომ თუ წამოვიდა ბაბილონისკენ, ალექსანდრეს პრობლემები უნდა შეექმნას. დიდი ქალაქები პლუს გადამწვარი ველმინდვრები. ნუ ჯარისთვის საჭმელი ვერ ნახოს და ასე შემდეგ. მაგრამ ალექსანდრე არ მოდის სამხრეთისკენ ბაბილონისკენ. ალექსანდრე დაიწყო ჩრდილოეთით შეარული. მისი სტრატეგიული გეგმა რა არის? მას ჯერ კიდევ ევფრატზე გადასვლის დროს ინფორმაცია აქვს, რომ დარიოს ბაბილონში არის და ჯარს კრიბავს. და ალექსანდრე იწყებს მანევრს. მან გადალახა ევფრატი და მას უნდა რომ ტიგროსიც გადალახოს. და დარიოსი ალყაში მოაქცია, ანუ ზურგი მოუს, კიდე რო არ გაიქცე. ამიტომ ის იწყებს ჩრდილოეთთან გადასვლას, თან ევფრატის სანაპირო ცხელია, ძალიან. ჯარი დაღლილია ხამხელა მანძილს გადის, ხო? და მან გადაწყვიტა ჩრდილოეთთან გადავიდეს და თან მას აქვს, თან ქსენოფონტეს ანაბასისი. ის გადის 70 წლით ადრე, გახსოვთ, ხო? ქსენოფონ 10,000-მა ბერძენმა რო გაიარა კუნაქსის ბრძოლის მერე. იმ გზას მიყვება. იმას ხო ბავშვობიდან კითხულობ. და ქსენოფონტეს გზას მიყვება და იქ იცის რომ აქ არის თაგორიანი, გრილი ჰაერი არის და რაც თავარია არის ველმინდვრები, ტყეები და ასე რომ ჯარი ადვილად გადაივლეს. აი ამ ადგილს მე მოგვიანებით თვითონ მაკედონელები დაარქვენ აი ამ ადგილს. ეს დღევანდელი ქურთისტანია, ერაყის ქურთისტანია, ძვირფას მეგობრებო, რაზედაც მე გესაუბრებით. ეს იმდენად ლამაზი და მწვანე და მთაგორიანი და ტყიანი ნაწილი არის, რომ მაკედონელები მე ამას დაარქმევენ მიგდონიას. მიგდონია იყო მაკედონიის ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც იყო ტყიანი და მწვანე. და რო გაიარეს ამათმა ეს ტერიტორია, რო გაიარეს. ხო? ძალიან გავდა მათ სამშობლოს. ამიტომ მე მოგვიანებით სელევკიდების დინასტიის დროს ამ პროვინციას ერთად მიგდონია ქვია. აქ ბევრი მაკედონელი დასახლდება მე. ალექსანდრეს სიკვდილის მერე ბევრი ვეტერანი ხო არ დაბრუნდა მაკედონიაში. სხვადასხვა მეფეებთან, სხვადასხვა სარდლებთან სამსახურში მათ დიდი მიწის ნაკვეთები მიიღეს და აქ დასახლდნენ. მიგდონია ერქვა ამას. თავის სამშობლოს ახლა სამე რო წახვიდა და პრინციპში რა მარტყოფით დაარქვეს ეგერ ფერედინანდებმა იმაში ხო. ის მანდავენს არ აგავს მარტყოფს, მაგრამ იმის სიყვარული და იმის პატრიოტიზმით მარტყოფით დაარქვეს. ხო, ესეთ რამე ხდება. ახლა ამერიკის კონტინენტი გამოტენილია ძველი ნიუ-იორკი ბოლოს და ბოლოს, იორკი ქვია. ნიუ-ორლეანი, ყველაფერი ნიუა იქ. ყველაფერი ახალია, ხო? არ ქმევენ ხოლმე ახლა. ხო, აქ როცა მიდის აი ევფრატიდან ტიგროსამდე, ის გებულობს, რომ დარიოსი წასულია ბაბილონიდან. არ არის ბაბილონში დარიოსი. დარიოსმა მანამდე თავისი შეყრილი ჯარი 250,000 კაცს. ალექსანდრეს 57,000 ყავს. თითქმის 5-ჯერ მეტი არის. დარიოსმა გადალახა თვითონ ტიგროსს. და გადავიდა ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე, ანუ აღმოსავლეთ და დაიძრა ჩრდილოეთისკენ. ანუ ალექსანდრე მოძრაობს აი ასე და დარიოსმა მანამდე გადალახა და იმოძრავა ასე. ჩრდილოეთისკენ, ანუ ერთმანეთს უახლოვდება. შეხვედრათ მინდა. ხო. აქ მერე ესენი გაივლიან
როცა მიდიან გახსოვს, მე გიყვებოდით, როცა ქსენოფონტის ანაბასისი ხდებოდა, მათ ნახეს ნინევიას ნანგრევები, ძველი ასურეთის დედაქალაქი, რომელიც თავის დროზე 612 წელს დაანგრიეს მიდიელებმა და ბაბილონელებმა. კერძოდ კიაქსარმა და ნაბოპალასარმა. ბაბილონელები და მიდიელები მაშინ გაერთიანდნენ და ეს კიაქსარი იყო კიროს დიდის პაპა, დედის მხრიდან. გახსოვთ ხო, კიროსის დედა იყო ასტიაგის ქალიშვილი და ასტიაგი იყო ამ კიაქსარის შვილი. 612 წელს ბაბილონელებმა, ესაა ბაბილონია, ეს არის მიდია. მიდიელები და ბაბილონელები გაერთიანდნენ და დაანგრიეს ასურეთის მაპატიოსახ ყველა, მაგრამ ეძახოდნენ ბოროტი იმპერია. ბოროტი ქალაქი ნინევია. იმიტომ რომ ასურელები ძალიან დაუნდობელი ხალხი იყვნენ. დაპყრობილ ხალხებს ძალიან მძიმედ ექცეოდნენ და იმის ფონზე როცა სპარსელები გაბატონდებიან, სპარსელები 64 იყო, სპარსელების ბატონობა ბევრისთვის. ასურელებთან შედარებით და ნინევიას ნანგრევები ნახა ალექსანდრე. ნინევია მდებარეობდა ტიგროსის მარცხენა სანაპიროზე და 20 სექტემბერს გადალახეს ტიგროსზე მაკედონელებმა. 331 წლის 20 სექტემბერს თარიღებიც ვიცით. ნინევიას ნანგრევები არის მარცხნივ, მათგან იხილესეს და ღამე დაბანაკდნენ. მდინარე გადალახეს ტიგროსზე, მათ უკვე იციან, რომ დარიოსი ამავე სანაპიროზეა, სადღაც ახლოს არის, ოღონდ ჯერ არ იცის. მაგრამ მოხდა ერთი ამბავი, იმ ღამეს 20 სექტემბერს, 20-21 სექტემბრის ღამეს მოხდა მზის დაბნელება. ამან ძალიან ცუდ ხასიათს დააყენა ჯარი, ახლა ჯარისთვის ეს ცუდი ნიშანია, ახლა მე გითხართ კიდევაც წარმართული სამყარო როგორ რეაგირებდა ბუნებრივ მოვლენებზე და მთვარის და მზის დაბნელება საერთოდ კატასტროფა იყო. ღმერთები გააწყდნენ და ცუდი განწყობაა ჯარში. ალექსანდრეს ახლა პრობლემა აქვს, ახლა ჯარი უნდა მოიყვანოს ხასიათი, მაგრამ ალექსანდრეს ვიცით თავის მისანი ყავს, არისტანდრე. რომელმაც უწინასწარმეტ ყველა, რომ იმაში, რა ქვია, ალექსანდრიაში ბევრი ხალხი დასახლდება, ფრინველები რო დაესია. გარდა არისტანდრეს მას ეგვიპტიდან წამოყვანილი ყავს ეგვიპტელი მისნებიც. არისტანდრემაც და ეგვიპტელმა მისნებმაც უთხრეს ალექსანდრე, ეს კაი ნიშანია, ეს ჩვენთვის კაი ნიშანია, ეს იმათვისაა ცუდი ნიშანი სპარსელებისთვის. და ალექსანდრე ოღონდ მსხვერპლი უნდა შეწირო და მსხვერპლი შეწირა მზეს, მთვარეს და მიწას. ალექსანდრემ და მისნებმა ჩამოიარეს ბანაკში და ჯარისკაცებს ეუბნებოდნენ, რომ არ შეგეშინდეთ ეს. კარგი ნიშანია ეს სპარსეთ, ეს დარიოსის მთვარე თავდება, ბნელდება ტრისთვის დაბნელდა ეს. ნუ მაინც ახლა როგორ ჩანს უსიამოვნებაა 20-ში ღამე გაათენეს და 21-ში სასწრაფოდ დატოვა ეს ბანაკი ნინევიასთან ახლოს და დაიძრა მოდის სამხრეთ აღმოსავლეთით მოდის. 24 დღე იარეს. 24-ში გამოჩნდნენ პირველად სპარსელები. რაღაცა რაზმი დაინახეს, ახლა მაშინდელი ეს ვიზუალურად რო წარმოვიდგინოთ, ახლა დანახვა როგორ ამტვერი. მტვერი დიდი შენაერთი რომ მოდის, კავალერია რომ მოდის, ჯარი რომ მოძრაობს ყოველთვის მტვერია. გააგზავნა ისა რა ქვია, დაზვერვითი ჯგუფი გააგზავნა თვითონ ჩაუდგა სათავეში, მსუბუქი კავალერია, აგემა და მსუბუქი ქვეითები თუ ორცდები აგრიანები აიყოლია რა. უნდა დაადგინონ რიცხვი, რამდენი არიან ესენი. ერთელი ჯარია თუ რაღაც ნაწილია. დაადგინეს დაახლოებით 1000-მდე მხედარი არის. სპარსელებს წამოეწიენ იმათ და ნაწილი დახოცეს, უფრო მეტი გაიქცა, რამდენიმე აიყვანეს ტყვედ. ეს ხდება 24-ში.
24 სექტემბერს. რამოდენიმე სპარსელი აიყვანეს ტყვედ და გამოგითხეს. სადა ხართ დარიოსსა და ესენი უნებენ სასწავლო. 12 კილომეტრში დგას დარიოსი. მოსულია დაბანაკებული. დაბანაკებულია 60 სტადიონი არის არასრული 200 მეტრი. 12 კილომეტრი აქვეა, ერთი დღის გადასასვლელზე. დარიოს ბანაკი არ ჩანს, ახლა გაშლილ ველზე 12 კილომეტრ შენ ბანაკი უნდა დაინახო წესით. ტრის ბანაკი, იმიტომ რომ იქ ცეცხლებია დანთებული, საჭმელი კეთდება, თვებიან ისა ბანაკის დანახვაც ადვილია, იმიტომ რომ აუარებელი კვამლიადეს ბანაკში. ყველა კარვის წინ ცეცხლიანთია. მაგრამ ორი მთაგრეხილია მცირე დარიოსის ბანაკს და ალექსანდრის ბანაკს შორის არის ორი მთაგრეხილი. მცირე მთაგრეხილია, ამიტომ ეს მთები ეფარება იმას, ვერ ხედავენ სპარსელებს. ალექსანდრემ გასცა ბრძანება, რომ ბანაკში ვრჩებით. აქამდე გრანიკოსთან და ისოსთან როგორ იქცევა, სასრაფოდ დავესხათ. მაგრამ აქ არ უნდა დავესხათ. მან დაიბანაკა, ძლიერ ბანაკ გააკეთა და ელოდება რა სიზამს დარიოსი. თუ დარიოსი ამოძრავდა იმის მიხედვით, სხვათა შორის ასე მოიქცა ისოსის წინ, გახსოვთ, რომ ელოდებოდა. დარიოს და დარიოსმა შეცდომა რომ დაუშვა, რომ დაიძრა, წამოვიდა და იქ ამანის მთები გადმოლახა და თვითონ გაიჭედა თავი ამ ვიწროობებში. ამას ელოდება, რომ დარიოსი იქნება ამოძრავდეს, მაგრამ არ მოძრაობს ის. ის ელოდება. და ალექსანდრე მიხვდა, რომ დარიოსი მომზადებულია ბრძოლისთვის, ველიც შერჩეული აქვს, პოზიციებიც დაკავებული აქვს და ელოდება მას. და ძველი შეცდომების გათვალისწინებული. ისოსის ბრძოლის. მაგას მიუბრუნდებით, მოგვიანებით უკვე სპარსელებმა რა ქნეს და დარიოსმა რა ქნა, ხო? ამიტომ 4 დღე ელოდა ალექსანდრე. არ გამოჩნდა. ახლა რატო ელოდა გაშლილი ველის ეშინი ალექსანდრეს. ამ ტყვეებმა უთხრეს, რომ დიდი ჯარი ყავს, ახლა იქ ცნობა არის, რომ თითქოს უთხრეს, რომ მილიონიანი ქვეითი ჯარი ყავს და 40,000 მხედარი ყავს. რა ვიცი, ახლა შეიძლება გადაამეტეს კიდევაც, მაგრამ შენ თქვი, რომ 250 ახლა ბევრი ახლა ჩვენთანაც არიან ისეთი ადამიანები, ამბობენ, რომ რაღაც გაზვიადებულ ციფრებს ვიძახით, ძვირფასო მეგობრებო, ახლა ისოსის ბრძოლაში 200,000 სპარსელი, აგერ 200 არ არის ეს გაზვიადებული. თუ მაკედონიის მეფეს 45,000 კაცი ყავს საომრა და მაკედონია ეს არის. ამ ქვეყანას რატო არ შეუძლია დიდი ჯარის გამოყვანა? ვინმე ამიხსნა ამხელა იმპერიას. ამხელა იმპერიას. რატომ არ შეუძლია? ამიტომ თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსებს ჯერ ძველ ცნობებში არის გადამეტებული ზედმეტი რიცხვი. მაგრამ ახალ თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსებში არის ძალიან აპატარავებენ ყველაფერს. ხო, მეორე უკიდურესობაში. ხო, ორი უკიდურესობა და რატო არ შეეძლო ახლა მაგრამ ბაბილონში მთელი ზემო აზია ჩამოხიკა. ინდოეთიდან დაწყებული სირიამდე, მესოპოტამიიდან დამთავრებული მთელი აზია მოკრიბა. ბოლოს და ბოლოს ბორის პაიჭაძეს მოედან რამდენი ჯდება ახლა? 50,000 თუ რა და 5 ბორის პაიჭაძეს ამხელა იმპერია ვერ შეკრიბავდა? თუ როგორ იქნებოდა საქმე? თან ეს არ არის პროფესიონალური არმია, ეს არის ლაშქარი. ლაშქარი სხვათა შორის სპარსული სიტყვა, არაა ქართული სიტყვა. ბევრს როგორია. ხო? ამიტომ თან მთელი აზია, ზემო სატრაპიები. ახლა ალექსანდრეს თუ 7,000 მხედარი ყავს, სპარსელებს 40,000 არ ეყოლებოდათ. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რაც დადასტურებით ვიცით, მერე მოგვიანებით. რომის რესპუბლიკა იმპერიას თავი დავანებოთ. ჰანიბალთან ომის დროს როცა ტრებიასთან დამარცხდნენ რომაელები და დაეღუპა მთელი საკონსულო არმია დაეღუპა. 6 თვეში 8 ლეგიონი შეკრიბეს.
რამდენი გამოდის? 40,000 რომაელი და 40,000 მოკავშირე. 80,000 კანაში 80,000 იბრძვის რომაელი. იმ პატარა რომის რესპუბლიკას 80,000 კაცის გამოყვანა თუ შეეძლო ერთ ბრძოლაში. სპარსეთს რატო არ შეეძლო 250,000 კაცის გამოყვანა? მე არ გაიგამათები და გავყვეთ არა ლოგიკას ხო მეუყვები სხვათა შორის ტიტუს ნამდვილად შეიძლებოდა და მეტიც ომი ჰანიბალთან ხო რომის რესპუბლიკას სამობილიზაციო სისტემა ჰქონდა 700,000 მოქალაქე ყავდათ ერთად კი არ გამოყავდათ მაგრამ 700,000 კაცის გამოყვანა შეეძლო სხვადასხვა დროს ანუ რესურსი ჰქონდა 700,000-ის ეს რომის რესპუბლიკას რომელიც ჯერ კიდევ მთლიანად იტალიაზე არ იყო გაბატონებული. სამობილიზაციო რესურსი, ხო, მოქალაქე. იმიტომ რომის მოქალაქე რო იყავე, ასე არ იყავი საგულაოდ რა, ჯარშიც უნდა წასულიყო, დაგიძახებდნენ, ლეგიონში უნდა წახვიდე. ვაიდედა ვერ წამოვალდა არმიდან და მეშინია, ასე არ არის. დემოკრატიებს ეს ქონდა, მოქალაქე იყო ის, ვინც იბრძოდა. ვისაც ქონება ქონდა, ვინც იბრძოდა, ვინც ომში გადიოდა, ვინც ფულს ხარჯავდა და არა ისე ყველა ძალზაღორს რო უფლება აქვს ახლა თანამედროვე დემოკრატიებში ყველას რო უფლება აქვს საარჩევნო ხმა და არავის არაფერი არ ევალება. ასე არ იყო. უფლება პასუხისმგებლობასთან. ათენური და რომაული დემოკრატია კი იმათი მემკვიდრეობაა თანამედროვე, მაგრამ ეს ორი განსხვავებული სისტემაა. შენ თუ მოქალაქე ხარ და შენ თუ გადაწყვეტილება შეგიძლია და სახელმწიფო საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენა გაქვს შენი ხმის მიცემით შენ ომში უნდა გახვიდე და იომო თუ არ ომობ კარგად იყავი ძმო შენ არ ახარ მოქალაქე პერიეკები ცხოვრობდნენ იმაში ათენში პერიეკები კი არა და თეტები ხო იგივე იმაში პერიეკები სპარტაში ისინი თუმცა ომში გადიოდნენ უცხოელებს ჰქონდათ უფლება ევაჭრათ რამდენსაც გინდოდა იმდენს იშოვიდე ათენში მეტეკები მაგრამ მეტეკებს არ ჰქონდათ უფლება სახალხო კრებებზე მონაწილეობაში და ასევე ომშიც არ გადიოდნენ თუმცა პელოპონესის ომის ბოლო პერიოდში როცა უკვე ჯარი აღარ ყავდათ და რამოდენიმეჯერ დამარცხდნენ მეტეკებიც გადიოდნენ საომრად ხო აი ეს არის და ამიტომ ხუთჯერ მეტი არმია ყავს, მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ ამისი არის რკინის არმია, ესა პირველი რეგულარული არმია. ესენი გამოწვრთობილი აქ მარტო ალექსანდრეს თაობა კი არა, ფილიპეს ვეტერანები არიან ჩამოსულები კაცო, ვისთან არ არიან ნაომრები. ხო? ამიტომ 47,000 კაცი არის მაკედონელი და ახლობით 250,000 არიან ისინი. აქედან 40-დან დაახლოებით 40,000 მხედარი არის და 200 სამხედრო საბრძოლო ეტლი არის და არცნობარად 15-ის პილოტს აყავთ იმათ. ხო, 4 დღე ელოდა ალექსანდრე და 29 სექტემბერი დაამდა და 30 თენდება და გავიდა ბანაკიდან. რახან 12 კილომეტრში არიან, რახან 4 დღე არ იძვრის, ესე იქ მელოდება. დარიოს უპირატესობა აქვს, ველი, ბრძოლის ველი, მას არჩეულია, უფრო მეტიც. მან ეს ველი მოამზადა საომრად, გაწმინდა ეტლებისთვის, კავალერიისთვის, დიდი სივრცეა. 29-ში ღამით გავიდნენ, 30-ში აუყვნენ ამ პირველ თაგრეხილს. მეორე თაგრეხილი უფრო დაბალი იყო. და 30-ში დღე დაინახეს ეს გააშლილი ველი, ეს უკიდეგანო ველია ხალხო ეს არის თანამედროვე ფოტო იმისი რა ქვია გავგამელას ველის უკიდეგანო ველი არის ქალაქ არბელასა და ერბილი იგივე ქალაქ არბელასა და ქალაქ გავგამელას შორის სხვათა შორის ორი სახელით მოიხსენება ეს ბრძოლა. არის წყაროები თანამედროვე, რომელიც არბელასთან ბრძოლას ეძახიან, მაგრამ უფრო გავრცელებულია გავგამელას ბრძოლა. არბელა ძვირფას მეგობრებო, ეს არის დღევანდელი ერბილი. დღევანდელი ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი. პრინციპში ის უკვე ავტონომიური სახელმწიფო ერაყის ქურთისტანი. ქურთებში ყველაზე დიდ წარმატებას სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში მიაღწიეს ერაყელმა ქურთებმა. განსხვავებით სირიელი, ირანელი და თურქეთის ქურთებისგან, სადაც თვითმმართველობებიც კი არა აქვთ. აქ ხო და
ერბილი, თანამედროვე ერბილი, ანუ არბელა. ხო, და რო ავიდნენ ამ პირველ თაგრეხილზე, მათ დაინახეს უკიდეგანო ველი და დაინახეს უკიდეგანო ბანაკი სპარსელების და მე ვფიქრობ ამაზე შევჩერდეთ, იმიტომ რომ თვითონ ბრძოლის მსვლელობა ბევრ დროს წაიღებს და შემდეგი ჩვენი მოგზაურობა უკვე იქნება სახელოვანი გავგამელას ბრძოლა, სადაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გადაწყდება მსოფლიოს ბედი. დაველოდოთ გავგამელას ბრძოლის პერიპეტიებს ჩვენ შემდეგ გადაცემაში. მანამდე კიდევ ერთხელ მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. დროების YouTube არხზე თქვენ თვალს ადევნებთ გადაცემათა ციკლს. მოგზაურობა წარსულში ისტორიკოს კუბა სანიკიძესთან ერთად და სწორედ კუბასთან ერთად გავითენებთ გავგამელას ბრძოლის დილას და გავიგებთ როგორ წარიმართა 1 ოქტომბერი. 1 ოქტომბერი. 331 წლის 1 ოქტომბერი გავგამელა. გამოვყვებით ამ ბრძოლაში და ზოგადად იყავით ჩვენი მაყურებლები, მსმენელები, ამაში საჭიროა რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები და გაუზიაროთ თქვენს ახლობლებსა და ნაცნობებს. მადლობა რომ ჩვენ ერთად იყავით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მალე.